მოგესალმებით, ამ ვიდეოში განვიხილავ შინაარსით, ვიზუალითა და პერსონაჟთა მრავალფეროვნებით გამორჩეულ მანხვას, რომელიც მიმდინარეა და ყოველკვირეულად ერთი თავი ემატება. ეს მანხვა აღწერს ძველი მურიმის ეპოქას, რომელიც ხმლითა და საბრძოლო ხელოვნების ძალით იმართებოდა. მანხვა მოგვითხრობს იმ დროზე, რომელშიც თავის გადასარჩენად უნდა ყოფილიყავი ძლიერი, ან გამოგეჩინა მოხერხებულობა და სწრაფად აგეღო ალღო მუდმივად ცვალებადი საშიში გარემოსთვის. ნაწარმოები ეხება კლანებს, სექტებსა თუ სხვა გაერთიანებებს შორის არსებულ კონფლიქტებსა და მათი მოგვარების გზებს, რომლებიც ზოგჯერ სისხლიანი შეტაკებებით წყდება, ზოგჯერ კი შედარებით ცივილური, დიპლომატიური მიდგომით გვარდება. ამ მანხვის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მის მთავარ პერსონაჟს, ვონფის აქვს ისეთი ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის, რომ გახდეს მებრძოლი. ეს მოცემულობა მას აყენებს უმწეო მდგომარეობაში იმ დროსა და ეპოქაში, როდესაც ძალა გადამწყვეტია. ვონფის აქვს დაზიანებული სულის ბირთვი. ეს მას ბრძოლის უნაროს ხდის, რადგან არ შეუძლია აითვისოს საბრძოლო ხელოვნება. აღნიშნული გახდა მიზეზი, რატომაც იცხოვრა მან 10 წელი დაბალი რანგის ჯაშუშად. უნდა ითქვას, რომ ვონფი არ არის განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული პერსონაჟი. როგორც უკვე აღინიშნა, პირიქით, მას აქვს ნაკლოვანება და არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. სწორედ იმიტომ, რომ არანაირი კვალიფიკაცია არ ჰქონდა, მან მთელი ცხოვრება გაატარა იერარქიულად ყველაზე დაბალ პოზიციაზე, კერძოდ სისხლის კულტის ჯაშუშად. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი არ არის განსაკუთრებული, მის თავს ხდება უჩვეულო მოვლენები. მანხვა იწყება იმ სცენით, რომელშიც ვონფი, როგორც სისხლის კულტის ჯაშუში, პოულობს უჩვეულო გრაგნილს. ეს გრაგნილი არის ლეგენდარული მეომრის მიერ 600 წლის წინ დატოვებული ნივთი, რომელსაც ყველა გამალებით ეძებს. მისი პოვნის სანაცვლოდ კულტთან დაპირისპირებული მურიმის ალიანსის წარმომადგენლები ვონფის პირდებიან სისხლის პარაზიტის მოშორებას, რომელიც აიძულებს მას კულტის მიმართ მონურ მორჩილებას. როგორც გამოცდილი ჯაშუში, იგი არავის ენდობა, ამიტომ ის ყლაპავს გრაგნილს და ცდილობს ალიანსის წარმომადგენლებისგან მიიღოს დაპირებული თავისუფლება. მაგრამ კულტის მსგავსად არც ალიანსის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ სანდო მოკავშირეები და ღალატობენ მას. ამ დროს ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ჭრილობის შედეგად, რომელიც ვონფის მიაყენეს, ზიანდება მის სხეულში არსებული გრაგნილი და ლურჯი ცეცხლის ალიედება მას. ეს გრაგნილი აღმოჩნდება ერთგვარი კატალიზატორი და მთავარ პერსონაჟს აბრუნებს 10 წლის წინანდელ წარსულში, სწორედ იმ დღეს, როცა სისხლის კულტმა გაიტაცა ის და მისი მეგობრები. მანხვის შინაარსი არის განსხვავებული და ორიგინალური. განსხვავებას კი ქმნის ის ფაქტი, რომ მთავარი პერსონაჟი წარმოდგენილია ცუდი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაში, რომელსაც ხშირად ბოროტ მოქმედთა გაერთიანებად მიიჩნევენ. საუბარია სისხლის კულტზე. სისხლის კულტი არის შეუბრალებელი გაერთიანება. მისი მთავარი მიზანია, რომ მურიმში დააყენოს სისხლის მდინარეები და შიში მოჰგვაროს ადამიანებს. სისხლის კულტი თვითრეალიზებას ხედავს სისასტიკეში, სიძლიერესა და შეუბრალებლობაში. კულტის იდეალი სწორედ ეს თვისებებია და მისკენ ისწრაფვის გამუდმებით. წარსულში დაბრუნებული ვონფის უპირველესი მიზანია გადაირჩინოს თავი კულტისგან, მაგრამ მას აქვს ასევე სინანულის გრძნობა, რადგან ადრე ვერ შეძლო დაეცვა დედის ნაჩუქარი ხმალი, ამიტომ ის აღარ უშვებს წარსულის შეცდომას და იღებს ამ ხმალს. მას არ შეუძლია დაივიწყოს და უყურადღებოდ დატოვოს ასონგი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ძმასავით ეპყრობოდა, მუდამ გვერდში ედგა და სწორედ ამ დღეს 10 წლის წინ სიკვდილსაც კი გადაარჩინა თავისი სიცოცხლის ფასად. ის პოულობს ასონგს და მალავს მას საპირფარეშოში, სადაც თავად სურდა დამალვა, იგი დარწმუნებულია, რომ აქ მას არავინ მოძებნის. სასოწარკვეთილი ვონფი იმალება თივის სვინში და იმედოვნებს, რომ ვერ იპოვნია. ამ დროს მას ესმის ვიღაცის ხმა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა დედის ნაჩუქარ ხმალს, სოდამს ეკუთვნის. ნაწარმოების სათაურიც სწორედ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მანხვა ეხება მთავარი პერსონაჟის უჩვეულო კონტაქტს ხმლებთან. სოდამი ეფექტურად ეხმარება ვონფის, რომ თავი დაიცვას კულტის ორი მებრძოლისგან, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებით ძლიერია და ვონფის არც ერთ ვითარებაში არ ექნებოდა შანსი მასთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაში. მაგრამ საბოლოოდ, მტრის მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე, იგი მაინც აღმოჩნდება კულტისტების ტყვეობაში. მიუხედავად კრიტიკული სიტუაციისა, ის იყენებს თავისი ჯაშუშად მუშაობის 10 წლის გამოცდილებას და ტყუილისა თუ სიმართლის არევით ახერხებს კულტისტების დარწმუნებას იმაში, რომ ისიც ერთ-ერთი მათგანია და მისი ბაბუა იყო კულტის წევრი, რომელიც იძულებული გახდა ბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო ჩამოშორებოდა გაერთიანებას. საბოლოოდ კულტისტებს მიჰყავთ დატყვევებული მოზარდები საკუთარ სამყოფელში.
ვონფის იპყრობს უიმედობა, მაგრამ სოდამიან უგეშებს და ახსენებს, რომ დანარჩენებთან შედარებით აქვს ერთი დიდი უპირატესობა, მან იცის შემდეგი 10 წლის მოვლენათა განვითარების სცენარი. ამიტომ მას შეუძლია ეს თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს. კულტში დაბრუნებულს მას კვლავ უწევს სისხლის პარაზიტის გადაყლაპვა. მაგრამ ამჯერად რაღაც განსხვავებულადაა, იგი გრძნობს იმავე სიმხურვალეს მკერდში, რაც სიკვდილის დროს იგრძნო. როგორც ჩანს, მისტიურმა გრაგნილმა, რომელიც გადაყლაპა, მისცა საშუალება მას არათუ დაბრუნებულიყო წარსულში, არამედ მიეღო გარკვეული ენერგია, რომელმაც ამ შემთხვევაში იმუნიტეტის სახით იმოქმედა პარაზიტის წინააღმდეგ. ახლად რეკრუტირებულ კულტისტებს მოულოდნელად თავს ესხმის უცნობი პიროვნება, რომელიც იყენებს უხეშ ძალას და ისე ანეიტრალებს კულტის ინსტრუქტორებს, თითქოს პატარა ბავშვებს ეთამაშებაო. როგორც შემდეგ ირკვევა, ეს პიროვნება არის სისხლის კულტის ერთ-ერთი უხუცესი, რომელსაც უწოდებენ პატივცემულ მეოთხეს. მისი სახელია ექსცენტრიული არქჩეონი, ის არის არაპროგნოზირებადი, ძნელად მოსახელთებელი ხასიათის ადამიანი და ყველას უჭირს მისი გაგება. არქჩეონის თავდასხმის შედეგად გარშემოყოფები კარგავენ გონებას, გარდა მთავარი გმირისა და ტყუპი-ძმებისა, რომლებმაც, როგორც ვონვის ახსოვს, წარსულში კულტში დიდ პოზიციებს მიაღწიეს. არქჩეონს სამივე ახალწეული მიჰყავს თავის სამყოფელში იმ მიზნით, რომ ისინი გახდნენ მისი შეგირდები. არქჩეონი აცნობიერებს, რომ ვონვის აქვს დაზიანებული სულის ბირთვი, ამიტომ მას შესაბამისი დატვირთვები თავარჯიშებს 2 თვის განმავლობაში, კერძოდ მას უწევს კლდეზე ცოცვა და ნადირობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მისი სხეული მოძლიერდება, არქჩეონს ის მიჰყავს ახალ მასწავლებელთან ჯონ დაიჰოსთან, რომელიც როგორც ირკვევა გარდაცვლილია, მაგრამ მისგან მაინც შეიძლება სარგებლის მიღება. რადგან მისი საბრძოლო ხელოვნება იყენებს არა სულის ბირთვს, რომელიც დაზიანებული აქვს მთავარ გმირს, არამედ სიცოცხლის ენერგიას. ამიტომ ეს ერთადერთი გზაა ვონვისთვის, რომ დაეუფლოს საბრძოლო ხელოვნებას. არქჩეონის წასვლის შემდეგ იგი კონტაქტში შედის ჯონ დაიჰოს მახვილთან, რომელიც ეცნობა ნამჩეონის სახელით. ის ასწავლის მისი ძველი მფლობელის საბრძოლო ხელოვნებას, რომელიც იყენებს მკერდის ნაწილში არსებულ სიცოცხლის ენერგიას სულის ბირთვის ნაცვლად, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილშია. ვონვი იხსენებს, რომ სიკვდილის დროს იგრძნო სითბოს სხეულის ამ ნაწილში და ეცადა იმავე შეგრძნების განცდას. მცდელობამ შედეგი გამოიღო და მან სულ რაღაც ერთი ხელის დარტყმით შეძლო კედლის დანგრევა. ნანახით გაკვირვებული ნამჩეონი აღნიშნავს, რომ ჯონ დაიჰოსაც არ ჰქონია ასეთი პოტენციალი, რასაც იგი ავლენს. წინა ცხოვრებისგან განსხვავებით, წარსულში დაბრუნებულ ვონვის ამჯერად უწევს კონტაქტი ისეთ ადამიანებთან, რომლებიც წარმართავენ სისხლის კულტის ბედს. მას აქვს შეხება არა მხოლოდ პატივცემულ მეოთხესთან, არამედ კულტის გარდაცვლილი ლიდერის 2 შთამომავალთან, რომლებიც არიან მომავალი ლიდერობის კანდიდატები. საყურადღებოა, რომ სისხლის კულტში არის შიდა კონფლიქტი. წინამორბედი ლიდერის 2 შთამომავალი უპირისპირდება ერთმანეთს პირველობისთვის. ერთი მათგანი არის უცნაური დაავადების მქონე ქალბატონი რიონჰა, რომელსაც დასთან შედარებით რბილი ბუნება აქვს. აღსანიშნავია, რომ ვონვი წინა ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე ახერხებს მისი მკურნალობისთვის საჭირო წამლის პოვნას და რიონჰას დახმარებას. მეორე კი გახლავთ საკუთარ თავში დაჯერებული და სასტიკი ბუნების ქალბატონი ჰეიანგი. მასთან ვონვის უხდება პატარა დაპირისპირება, რაც ქალბატონის ფიცხი ბუნებით არის გამოწვეული. ჰეიანგი გამოხატავს გაკვირვებას მის მიმართ, რადგან ის პირველია იმ თანატოლებიდან, ვინც შეძლო მისი დარტყმის დაბლოკვა. ვონვის ესმის ჰეიანგის ხმლის აგონია, რომელიც სიკვდილს ნათრობს და უკვირს, რადგან მანამდე არასდროს უნახავს ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხმალი. ვონვი მასთან ვალში მყოფი ქალბატონი რიონჰასგან იღებს დახმარებას, ყოვლის შემძლე მკურნალთან ვიზიტის შესაძლებლობას, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი სულის ბირთვი თავად ახერხებს აღდგენას და მკურნალობა არ სჭირდება. წარსულში დაბრუნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ვონვი ვერ გაექცა სისხლის კულტის მარწუხებს, მან აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია. ის გახდა არა უბრალო მებრძოლი, არამედ კულტის მეოთხე უხუცესის მოსწავლე. მან დაამყარა კონტაქტები კულტის ლიდერობის კანდიდატებთან და გამონახა სულის ბირთვის აღდგენის გზა. ამ ნაწარმოებში არის ბევრი ექშენი, ბრძოლები და საინტერესო სცენები. შეგახსენებთ, რომ ეს მანხვა მიმდინარეა და ყოველკვირეულად ემატება ერთი თავი, რომელიც სხვა მანხვებისგან განსხვავებით საკმაოდ მოცულობითია. დასასრულს თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და აუცილებლად წაიკითხეთ ეს მანხვა.